9 აპრილის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი ოპოზიციური პარტიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ხელისუფლება გააკრიტიკეს. ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი მხრივ ტრაგიკული და მეორე მხრივ სასიხარულოც, იმიტომ რომ სწორედ 9 აპრილს გამოსულმა ხალხმა, იქ დაღუპულმა ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, მოუპოვეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ძალიან სიმბოლური არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოსვლაც აქ. დღესაც ქართველი ხალხი დგას რუსთაველზე და აპროტესტებს და ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ის მონაპოვარი, რომელიც 9 წლის წინ სამწუხაროდ როდიონოვმა და დღეს ხელისუფლებაში მოთავსებულმა მისმა მოკავშირეებმა დამართეს ქართველ ერს. საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილის ტრაგედიები როდიონოვმა აჩეხა ჩვენი ახალგაზრდები, ორსული ქალები და დღევანდელ დღეს ისევ ვიბრძვით იმის გულისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოთ. მე ვარ მონაწილე მაგ პერიოდში 8 აპრილს მოვიწამლე. დღევანდელი დღე არის ისტორიული ბრძოლის, გამბედაობის, ჩვენი ქვეყნისთვის თავდადების დღე და სამწუხაროა, რომ წლების შემდგომ, მაშინ როდესაც ჩვენმა გმირმა ქართველმა ერმა იბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, მოიპოვეს თავისუფლება, მოიპოვეს ის, რასაც დღეს ცდილობს ქართული ოცნება, ჩვენი ხელისუფლება ქართველების ხელით ჩააბაროს რუსეთს. სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელი დღე არის ღირსების, ქართველი ხალხის სულისკვეთების და ქართველი ხალხის ბრძოლის ჟინის დამტკიცების დღე. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ.